25-დან 27 მარტის ჩათვლით თბილისის ძიუდო საერთაშორისო ტურნირ თბილისის გრან-პრი 2016 მასპინძლობს ტურნირი თბილისში უკვე მესამედი მართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები იღებენ. წლევანდელ გრან-პრიზე მონაწილეობის მისაღებად უკვე დაარეგისტრირდა 75 ქვეყნის 450-მდე ძიუდოისტი. თემაზე უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქეხიშვილი და ძიუდოისტი სპორტსმენი ვაჟა მარგოლაშვილი. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ოლიმპიური ლიცენზიატი. საკმაოდ დიდი ტურნირია ახლა რაც ვიგეგმება ხო 3 წლის განმავლობაში ვისაც უყვარს ძიუდო მართლა ზეიმეულდება ახალ სპორტის სასახლეში და მოდით აი მოკლედ რო თქვოთ ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ანუ რამდენად პრესტიჟულია თვითონ სპორტსმენების საქმე მონაწილეობა. მივესალმებით თქვენ ტელემოყოლებას, რა თქმა უნდა, დანიშნულოვანი ტურნირის მასპინძლობს თბილისი. როგორც მოგეხსენებათ, გრან-პრი არის ტურნირებს შორის ძიუდოში რანგით მეორე, გრან-სლემების მერე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამას მატებს თავის ხიბლი იმას, რომ მოგებულს შესაბამისი ქულა მიენიჭება, რომლითაც შესაძლებელია ქამოთმის სპორტსმენს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომ ასეთი დიდი ასე თქვა სპორტსმენი ხო დარეგისტრირებული ამდენი დარეგისტრირებული და შეიძლება სარენტიკო ქულა შესაბამისად ყველა სპორტსმენს სურვილი აქვს ნებისმიერ სპორტსმენს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში შესაბამისად ყველას აქვს სურვილი თბილისში ჩამოვიდეს და მიიღოს ამ მართლაც მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობა. ეს არის სპორტის სახეობა, სადაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებს ყოველთვის დიდი შანსები გვაქვს. უშუალოდ შენ შანსებს როგორ შეაფასებ და რამდენი დიდია კონკურენცია შენ წონის კატეგორიაში? კი, რა თქმა უნდა, ჩემს წონის კატეგორიაში ჩამოდის უძლიერესი ნაყოფიერები არიან და მე კარგად ვარ მომზადებული და იმედი მაქვს ჩემს ხალხს გავახარებ. წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა და დავით მე მინდა გკითხოთ, ჩვენებიდან, ჩვენ ცნობილი ძიუდოისტებიდან არ იღებენ მონაწილეობას როგორც იცი ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი, ხო? ისინი გადიან რაც სპეცფლობზადებას რა ხდება აი ამ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან რომ ოლიმპიური წელია ძალიან ცოტა დროში ფაქტიურად ოლიმპიადამდე იმ სპორტსმენებს რომელსაც ფაქტიურად განათლებული აქვთ საოლიმპიადო ლიცენზიები და არათუ განათლებული არამედ ისინი რეიტინგში მოწინავე ადგილზე არიან აქ საუბარია პირველ და მეორე ადგილს იყოფენ მსოფლიოს რეიტინგში რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ განთესვისთვის ოლიმპიურ თამაშებზე რომ პირველივე შეხვედრაში არ მოგიწიოს ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა ამ კუთხით ფაქტიურად მათ თავი ქუჩი აქვს შეიძლება ითქვას და აქედან გამომდინარე სულელმა გადაწყვეტეს რომ დაისვენებინათ განარჩენებს არის სპორტსმენები იგივე ვაჟა რომელსაც ჭირდება თავისი მოგებული ლიცენზიის კიდევ უფრო გამყარება მაგრამ არიან სპორტსმენები რომელსაც აღებული აქვს ლიცენზია თუმცა ეს ქულები ჭირდებათ იმისთვის რომ სარეიტინგო ასე ვთქვათ სიაში უფრო მაღლა აიწიონ მაგრამ შეიძლება და გაიზრდება ნაკრების შემადგენლობა რომელიც შემდეგ რიოში გაემგზავრება ამ ტურნირში შვიდი ტონითი კატეგორიიდან 6 ლიცენზია ფაქტიურად მოპოვებული გვაქვს ერთი პატარა პრობლემა გვაქვს 100 კილოში თუმცა შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე მას პრობლემა აღარ იწოდოს რამე თუ იქ მოჭიდავი ასე ვთქვათ სპორტსმენებმა წაიწიეს საკმაოდ რეიტინგში და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ასე ვთქვათ კედლებში გაიმართება ეს შეჯიბრი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის გვერდში დგომის მე ვფიქრობ რომ ეს ტურნირი გადაწყვეტავს იმას რომ როგორც ყოველთვის სხვა ოლიმპიადებზე საკაც არ დავარღვევს ტრადიციას და 7 წონის კატეგორიაში წავდგებით სრულად. რა თქმა უნდა ჩვენები ითვლებიან ფავორიტებად. კი, რა თქმა უნდა. შალვა, საინტერესოა მაინც ალბათ ყველა დიდი ინტერესით ოლიმპიური თამაშები. რიოში რა შანსები გვაქვს და რა შედეგებს უნდა მოვაკეთოთ? წინასწარ ოლიმპიადის განწყვეტა წინასწარ თუ რა შედეგები იქნება დაზნელია მაგრამ ჩვენ გვაძლევს იმედს იმისა რომ ოლიმპიადაზე ჩვენი გამოსვლა იქნება უკეთესი ვიდრე ლონდონში ისო ძალიან ძლიერი სპორტსმენები გამოიკვეთა ამ 4 წლიან ოლიმპიურ ციკლში ბატონმა დავითმა ახსენა რომ ჩვენ ყავს არა მარტო წონის ლიდერი თქვათ არამედ მთლიან სოფლიო რეიტინგში პირველი ნომერი ეს არის ავთანდი ჭრიკიშვილი რეიტინგში ასევე არლამ ლიპარტელიანი ჩვენ როგორც მოგესალმებათ 2015 წელს ორი მსოფლიო ჩემპიონი ყავდა რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ესენი არიან ხინჩიკაშვილი რომელიც უნიკალური სპორტსმენად შეიძლება ჩათვლოს ვინა და მან სხვა წონა შეიცვალა ახლა 71 კიდე ევროპა მოიგო დამატებით ყავს ძალიან მაგარი კალახაძე რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ახლა რომ ამერიკაში ძალოსნობაში და არიან ძალიან ძლიერი სპორტსმენები წინასწარ სხვა ძნელია ამა თუ იმ სპორტსმენზე თქვა შეიძლება ზოგადად
ლაშა შავდათუაშვილი ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო ყოველთვის როცა მიდიოდა ოლიმპიადაზე ზოგადად თვითონაც ალბათ ნაკლებად ვარაუდობდა რაღაც აიღო რაღაც ამიტომ ვფიქრობ რომ ყველა ჩვენ სპორტსმენს რომელიც მოიპოვოს ოლიმპიურ ლიცენზიას ყველა შანსი აქვს ხა ჩვენ სანამ შემოვიდოთ თეთრში ვაჟაც ველაპარაკებოდი რომ არსებობენ ბევრი სპორტსმენები რომლებიც არიან 4-5 წლის მსოფლიო ჩემპიონები მაგრამ ოლიმპიადა არ აქვს მოგებული და არსებობენ ოლიმპიურ ჩემპიონები რომლებიც მსოფლიოს ვერ ეგებენ ანუ ოლიმპიადა სულ სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვაა და მე ვიტყოდი რომ ყველა ჩვენ სპორტსმენს რომელიც მოხდება ოლიმპიადაზე ყველა შანსი აქვს თანაბარწმუნად რომ მათ ოლიმპიადაზე ოქროს თუ სხვა სინჯის მედალი მოიპოვონ ამიტომ იმედით შევყურებ ჩვენ ამ ოლიმპიადას და როგორც ყოველთვის ჩვენი დევიზია რომ უკეთ ვიდრე ლონდონში არ უნდა იყოს ის რომ თავარი არ არის მოგება მხოლოდ მონაწილეობა ეს წარსულს ჩაბარდა ახლა გიგზავნოთ უკვე მოგებისთვის იყო შედეგი და ვერანაირად ვერაულით ალბათ რამ დავით გვერდ ჩვენს ქალ სპორტსმენებსაც გამოდიან მარიამ ჯანშვილი იქნება ციხელაშვილი იქნება ესტერ სტამი იქნება ელენე ქებაძე რამდენად თავს გოგონებს შანსი იმიტომ საკმაოდ ძლიერები არიან პირველ რიგში ვიტყვი ესტერ სტამზე გამომდინარე იქიდან რომ მას საკმაოდ დააგროვა ქულები უკანასკნელი წლის განმავლობაში და დიდი შანსი გვაქვს რომ პირველად ოლიმპიადაზე ხალი ძიუდოისტი თვითონ წარმოდგენილი რაც შეეხება დანარჩენებს იქ ძირითადად ახალგაზრდული გუნდია განსაკუთრებით მარიამს აღნიშნავდი რომელიც გასულ წელს ახალგაზრდების მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა მასაც რა აქვს შანსი რომ იბრძოლოს იმ ფონზე როდესაც დარჩენილია რამოდენიმე შეჯიბრი მნიშვნელოვანი ერთი კვირის შემდეგ იწყება სამსუნის გრან-პრი შემდეგ არის გრან-სლემი ევროპის ჩემპიონატი თუმცა ამ შემთხვევაში უფრო აქცენტს ვაკეთებ გამოსვლის რომელიც მომავალში გამოგვადგება მაგრამ ქართველებისგან და მით უმეტეს ამ გოგონასგან ყველაფერია მოსალოდნელი მან ისეთი ბრძოლის უნარი გამოაჩინა ამ ბოლო პერიოდში მით უმეტეს ძალიან დიდი ტრამვების შემდეგ პრაქტიკულად დაბრუნდა და ახალგაზრდებში ვერცხლის პრიზიორი გახდა ის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალს ქართველმა გოგონებმა გვასახელეს კი ეს მანდილოსნები იქაც გვეცილებია ვაჟა ისე შენ ყველაზე ისეთ რთულ კონკურენტად ძლიერ კონკურენტად ვინ მიგაჩნია მაინც რომელიც წარმოგიდგენია ჩამოდის ზანტარაია ქართველი არის მაგრამ ჭიდაობს უკრაინის სახელით კიდე ჩამოდიან რუსები ჩამოდიან მაგრამ ზანტარაია უფრო მიმაჩნია ისევ ქართველს რომ მე ვფიქრობ რომ ამისთვის არანაირი დავყოლება არ უნდა იყოს ვინაიდან ჩვენ რამოდენიმე ხნის მე და ბატონი დავითს ვიმყოფებოდი დუსელდორფში სადაც ლიცენზია უფლა მოიპოვა და წინა წლის მსოფლიო ჩემპიონი იაპონელს მოუგო ისეთი ილეთი გავუკეთა რომ თვითონ იაპონელი იყო გაკეთებული რა მოხდა ვერ მიხვდა ესეთი ანუ ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ლიდერი იქნება თან თავის კედლებში და თავის ქვეყანაში იჭიდავებს და შემატკივრების თავარი იმედი გვაქვს არდება მართლა უნიკალურ სპორტის სასახლეში შეიძლება ითქვას რომ მადლობა მინდა ძიუდოს ფედერაციას გავუხმობ იმისათვის რომ კარგად ვაკეთებს ორგანიზებას ერთ-ერთი უნიკალურად იქნება მოწყობილი ჩვენი დარბაზი რა უნდა ჩვენი ხელშეწყობით თუმცა ახალგაზრდობის საფრთხის სამინისტროს ხელშეწყობით სრულიად უზრუნველყოფილი არიან რათა ეს გრან-პრი ჩატარდეს როგორც ჩვენ ჩაგვიტარებია წინა წლებში უნიკალურად ყველა შეჯიბრი რაც ჩავატარეთ საერთაშორისო და მაყურებელიც არის დარწმუნებული ვარო იმ 3600 ადგილს რომელიც არსებობს ახალი სპორტის სასახლეში სულად იქნება შევსებული და კიდე ერთი რეკორდი იქნება მოსვლით თქვენ წერან აღნიშნეთ რომ რაგბის თამაშზე მოისმა რეკორდი ყურების მხედრე და ვფიქრობ რომ გრან-პრის ისეთ დიახ დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ რა თქმა უნდა ჩვენ სპორტსმენებს წარმატებას 25-27 მარტის ჩათვლით გეოლდებათ ძალიან მაგარი ძიუდო გემშვიდობით დიდი მადლობა ჩვენ სტუმრები ყავთ ჩვენ შევეშედოთ გადავინაცვლოთ სამზარეულოში